პუჩინ გვიან ღამით წყლის მიწოდება აღუდგა ასევე ბათუმისა და ქალაქის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლეობას. საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას აჭარის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, საგზაო დეპარტამენტის სამაშველო სამსახურები. შეუფერხებლად მუშაობს სამედიცინო დაწესებულებები. პრობლემები არ შექმნია სკოლის შენობებს. სტიქიის შედეგად დაიტყორა ბათუმის უმეტესი ნაწილი, საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები. პარალიზებული იყო საავტომობილო მიმოსვლა. ხელად ჩაურსა და კომბულეთის რამდენიმე სოფელში ჩამოწვა მეწყერი. ორი მიმართულებით იქნება ზარალი დათვლილი, ეს ზარალი როგორც სახელმწიფოს შესაბამისად მუნიციპალიტეტებს მიადგა და ასევე მოსახლეობის მიმართ მოსახლეობას რაც მიადგა. ორივე შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, გზები და ხიდები, რომელიც დაზიანდა, ჩვენ აუცილებლად მოკლე პერიოდში მოახდენთ მათ აღდგენას, რომ ყველა კომუნიკაცია და ყველა მიმართულება იქნას მოწესრიგებული, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ზარალი აღწერილი იყოს ზუსტად